მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი მარადიული სახეები და მას მე, ანი სამადაშვილი გავუძღვები. დღეს ვისაუბრებ მსახიობზე, რომელსაც ხშირად ევროპული კინოს ქართველ ელჩს უწოდებენ. მერაბ ნინიძე. ბევრმა იცის, რომ მერაბის დებიუტი თენგი ზაბულაძის ლეგენდარულ მონანიებაში შედგა. სულ რაღაც 13 წლის იყო, როდესაც გადაღებები დაიწყო და 18-ის, როდესაც ფილმი ეკრანებზე გამოვიდა. წარმოიდგინეთ მოზარდი, რომელიც პირდაპირ მსოფლიო კინოს ეპიცენტრში აღმოჩნდა. ამ ფილმმა მას გზა გაუხსნა, თუმცა 90-იანების საქართველოში კინოსთვის ადგილი აღარ დარჩა. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველოში ომი და გაჭირვება დაიწყო, მერაბი ვენაში გადავიდა. ბევრისთვის უცნობია, რომ პირველი წლები წარმოუდგენლად რთული იყო მისთვის. მისი პირველი როლები ავსტრიულ თეატრში ფონეტიკურად დაზეპირებული ტექსტები იყო. მან ენა არ იცოდა, მაგრამ ისე თამაშობდა, რომ მაყურებელი ვერაფერს ხვდებოდა. მერაბის კარიერის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ფილმი „არსად აფრიკაში“ გახდა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ ფილმში გერმანელი ებრაელის როლს ასრულებს. მან საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოსკარიც აიღო. ეს იყო მომენტი, როცა ევროპამ საბოლოოდ აღიარა, რომ ნინიძე არ არის მხოლოდ აღმოსავლეთევროპელი ტიპაჟი, ის უნივერსალური მსახიობია. ბოლო წლებში მერაბი ხშირად ჩნდება მაღალბიუჯეტიან პროექტებში, მაგალითად ფილმში „კურიერი“, სადაც ის საბჭოთა ოფიცრის ოლეგ პენკოვსკის როლს ასრულებს. საინტერესოა, რომ ბენედიქტ კამბერბეჩი თავად იყო აღფრთოვანებული მერაბის თამაშით. მერაბი ამბობს, რომ მას ხშირად სთავაზობენ რუსი მაფიოზის როლებს, რასაც ხშირად უარს ამბობს, რადგან ყოველთვის ეძებს ადამიანურ ღრმა ისტორიას და არა სტერეოტიპებს. და ბოლოს, ცოტამ თუ იცის, რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღერის და უკრავს. ის მუსიკალური ოჯახიდანაა, ბებია და ბაბუა მუსიკოსები იყვნენ. მისი ქალიშვილი ნინო ნინიძეც წარმატებული მსახიობია. მერაბი ყოველთვის ამბობს, რომ მიუხედავად ვენაში გატარებული ათწლეულებისა, მისი შინაგანი რიტმი ყოველთვის ქართულია. მერაბ ნინიძე არის მაგალითი იმისა, რომ ნიჭს საზღვრები არ აქვს. ის არ დაენოდა ბედს, მან თავად შექმნა თავისი ევროპული ბიოგრაფია. თუ მისი ფილმებიდან მხოლოდ მონანიება გაქვთ ნალახი, აუცილებლად ნახეთ „არსად აფრიკაში“. იქ სულ სხვა მერაბ ნინიძეს აღმოაჩენთ. მადლობა, რომ უსმენდით ჩემს პოდკასტს. მომავალ შეხვედრამდე.